თქვათ ავკრიფეთ ტექსტი. ეს ტექსტი ახლა მხოლოდ ოპერატიულ მეხსიერებას ახსოვს. თუ გვინდა მისი დამახსოვრება დისკზე, ფაილ მენიუდან ავირჩიოთ ბრძანება Save. Save as დიალოგურ ფანჯარაში უნდა მივუთითოთ ის საქაღალდე ან დისკო მატარებელი, სადაც დოკუმენტის დამახსოვრება გვსურს. ის შეიძლება შევარჩიოთ ფანჯრის მარჯვნივ მდებარე ღილაკებიდან ან Save in ჩამონათვალიდან. File name ველში კი ჩავწეროთ სახელი, რომელსაც დოკუმენტს ვარქმევთ. და დავაჭიროთ კლავიშას Save. იგივე შეიძლება გავაკეთოთ Save ღილაკით სტანდარტული იარაღების ბარიდან. ან Ctrl და S კლავიშების კომბინაციით კლავიატურიდან. ახლა ავკრიფოთ დამატებით რაიმე ტექსტი. ეს ტექსტი ჯერ არ არის ჩაწერილი დისკზე, მის დასამახსოვრებლად ისევ Save ბრძანება უნდა შევასრულოთ. ამჯერად დიალოგური ფანჯარა აღარ გამოვა, რადგან ფაილს პირველ ჩაწერაზე უკვე მივანიჭეთ სახელი და მისამართი, ასე რომ ყოველი დამატებული ტექსტი Save ბრძანებით დაიმახსოვრება იგივე სახელით და იმავე მისამართზე, რაც პირველად მივანიჭეთ.